მე ძალიან წუხوار რომ აი ასეთი უსამართლობა არის დღევანდელ დღეს საქართველოში ძალიან წუხوار რაღაც იმედის ნაპერწყალი მქონდა ბოლო წუთამდე რომ შემიშვებდნენ მაგრამ რატომღაც არ შემიშვეს უკანასკნელი იმედი მოსამართლე შვანგირაძემ ემიგრანტ ქალს 25 მარტს მოუკლა როდესაც სინდისის პატიმარიშვილის სანახავად სასამართლო დარბაზში არ შეუშვა ქეთევან ქრივიშვილი იტალიიდან ჩამოვიდა რომ შვილი პროცესზე მაინც ენახა თუმცა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო ციხეში გამოკეტილი ირაკლი ქერაშვილის ნახვის უფლება დედას არ მისცეს ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედა ჩემი და ამაღამ მიფრინავს მინდა უმორჩილოს ეთქოთ რომ დავუშვათ სხდომას ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში არავინ იყო. პროცესი მოსამართლემ დახურა ისე რომ მშობლებს შვილების ნახვის საშუალებაც კი არ მისცა. ასეთი სისასტიკე რეჟიმის მსახური მოსამართლეებისთვისაც კი უცხოა. თუმცა სინდისის პატიმრების ჩაგვრის საქმეში ირაკლი შვანგირაძე ყველა ზღვარს გადაცდა. რა დააშავა დედა ჩემმა მაია ლეკიშვილმა და მამა ჩემმა ილია კიკნაძემ რომ ახლა თავის შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოზე. შეიკავე მინდა რომ დავწოვებელი განცხადებების გამო რანაირად შევიკავო დედმამის ნახვის უფლებას არ მაძლევ. ეგეთ შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყოს რომ შვილს დედის უფლები გაძევებული ხარ სიტყვის ისედაც მივდიოდი ეს გაასაჭურო 48 საათში განკარგულების ჩაბარებიდან. მონა ხარ ვიტო მონა 10 წლის წინ საქართველოდან იტალიაში სამუშაოდ წასული ემიგრანტი ქალი ისე გაფრინდა რომ სინდისის პატიმარიშვილი არ ანახეს. წლების შემდეგ ამ ამბავს ისტორია რეჟიმის სისასტიკის ერთ-ერთ გამოხატულებად აღწერს. არ დაივიწყებს არც შემსრულებლის გვარს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს. ჩემმა შვილმა სთხოვა სასამართლოს რომ დაეშვათ გამონაკლისი და დავსწრებოდი სასამართლო პროცესს და კიდევ შემიხედა ჩემი შვილისათვის გამგზავრების წინ, მაგრამ რატომღაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. რა ხდის იძულებულს მოსამართლე შვანგირაძეს, რომ არა მხოლოდ რეჟიმის მსახური იყოს, არამედ ყველა მორალური ზღვარი გადალახოს და დედას სასამართლო დარბაზში შვილის შორიდან დანახვის საშუალებაც კი არ მისცეს. რატო იღებ? რას ქვია, რატო ვიღებ? შემთხვევის ადგილია და ვიღებ. რა შემთხვევის ადგილია? რაცა 2019 წელს მოხდა თქვენ. ირაკლი შვანგირაძე. არ ვიცი ვინა. პოლიციის მაღალჩინოს არის. მოქმედმა მოსამართლე კრიმინალური. გადი აბა გარე კაცო რას იმაშავე? ირაკლი შვანგირაძე ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ პოლიციის. მე არ ვიცი და არ მაინტერესებს, მაგი რა მე მაინტერესებს. შემთხვევის ადგილი გადავიღო, სადაც კრიმინალური წესებით შვანგირაძე მის მეგობრებთან ერთად უსწორდებოდა. გამოდი გარე. ამით შვანგირაძე მის მეგობრებთან ერთად უსწორდებოდა პოლიციის მაღალჩინოს. განსაკუთრებული მორჩილებით გამორჩეული მოსამართლე შვანგირაძის ცხოვრების დამალული სკანდალი ვანიდან იწყება. 2019 წლის იანვარში ირაკლი შვანგირაძე სამტრედიის რაიონის პროკურორი იყო. ეს მისი ბიოგრაფიული მონაცემებით დასტურდება. 2019 წლის 11 იანვარს პროკურორი შვანგირაძე საახალწლო სუფრაზე ვანის ამ რესტორანს ეწვია. აქვე კეიფობდა ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე კობა დვალიშვილიც. მაშინა გზალოვნებს შორის ქუჩური წესით საქმის გარჩევა მოხდა და ერთმანეთის წემეს. პროკურატურის თანამშრომლებს პოლიციელებმა უჩივლეს. ირაკლი შვანგირაძე არის მოქმედი მოსამართლეა და ყოფილი პროკურორი, რომელიც თანამდებობა ამ კრიმინალური გარჩევის გამო დატოვა. სამტრედია ვანის ყოფილი პროკურორი. ჩვენ ვიპოვეთ სკანდალური სუფრის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ პოლიციელებსა და პროკურორებს შორის ჩხუბი ნამდვილად აქ მოხდა. მაშინ ამბავი იმდენად რეზონანსული იყო, რომ ორივე უწყებამ ჩხუბში მონაწილე მათი თანამშრომლების დასჯა გადაწყვიტა. პროკურორები რატო ერჩოდნენ პოლიციის მაღალჩინოსნებს? შვანგირაძემ რატო ცემა პოლიციის მაღალჩინოსანი? არ ვიცი, ხალბატონო, მე რა მოხდა? შენი ეკარგად იყვენ. ამდენ, სვამდენ, მეცვიჟეკი, მაგათ გვერდში. დავლი ორიჯი გაგონო, ბოდიში მოუხადე. ვერჩედებით და წავედი სახში. დროის იზუსტით, ახლა ყველაფერს თენგო კაცაძე იხსენებს. კაცი, რომელიც რესტორანს წლები ამუშავებს და ვახშმით არაერთ ძალოვანს გამასპინძლებია. დგინდება, რომ 2019 წლის 11 იანვარს ვანის ცენტრში, რესტორან მასპინძელოში გამართულ ხენას ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები კობა დვალიშვილი, გივე ბონდოევიჩი, სერგო ადეიშვილი, სამტრედიის მაშინდელი პროკურორები გრიგოლ კეზევაძე და ირაკლი შვანგირაძე ესწრებოდნენ. რესტორანში 10-მდე პირი და ყველა ძალოვანი უწყების თანამშრომელი დღის მეორე ნახევარში შეიკრიბა.
გზერს უბრალოდ იღა ყველა, აბა როგორ? აჰა, პროკურორებიც პოლიციის მაღალჩინოსანი. არ ჩანგირაძეც არ არის. მე ვიცოდი ერთი სერგოს კენი პოლიციის უბრალოდ. ადეიშვილი, დიახ. მეტი არავის არ ვიცოდი, ბატონო. და გარდაცვლილი ბონდოევიჩი, ბატონი დვალიშვილი. მაგას კი ვიცოდი, ვანელი იყო და ვიცოდი. და ეს პროკურორები სამტრედიდან იყვნენ ჩამოსულები, კეზალიაძე, შვანგირაძე? რამდენი ადამიანი იყო სუფრაზე, ბატონ თენკო? მაგი რა ვიცი. დაახლოებით? არ ვიცი, მიახლოებ რა ვიცი, ალბათ 10-12. ჩვენ ძალოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტი რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმეთ. დგინდება, რომ დაპირისპირება სამტრედიელ პროკურორებსა და ვანის კრიმპოლის შეფს შორის სუფრის დასრულების შემდეგ დაიწყო. ის რომ მხარეებს შორის ჩხუბი რესტორნის გარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, ადგილზე გვიყვებიან. დგინდება, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი მხოლოდ მეორე დილით 12 იანვარს დაათვალიერეს. 112-ში კრიმპოლის შეფმა კობა დვალიშვილმა იგივე ბონდოევიჩმა დარეკა. რატო დარეკა კობა პოლიციაში? იმიტომ რომ კობა მიცოდა, კობას ვარ ერეკა, მაინც იგივე დარეკავდა და რადგან გამომძახებელი იყო. კობა და დაზარალებული იყო კობა. მაგის გულისთვის როგორც კანონი, რომ კობა კანონით რაღაცას მიაღწევდა. მაგრამ ვერ. ალბა უჩალიჩეს და ეგენი ხო ყველანი მოხდეს მაშინ თანამდებობებიდან, როგორც პოლიციელები ასე პროკურორები. რა თქმა უნდა, გაწიეს კობას თავისი სამსახურის უნდა. კობა ვარ და დაგებოდა, მაგრამ კობა ხათო ხალი. რესტორნის თანამშრომლების თქმით, ბოთლი კრიმპოლის შეფის მიმართულებით პროკურორებმა ისროლეს. იარაღის გავარდნა თუ იყო? არა. ფიზიკურად იყო ჭუბი? ბოთლი ისროლენო, მაგრამ რო გადაიღენ მოვიდნენ, ის ბოთლიც ვერ ნახენ. ამ სკანდალის შემდეგ სამსახურიდან პროკურორებიც გაუშვეს და პოლიციელებიც. ირაკლი შვანგირაძე ბიოგრაფიულ მონაცემებში უთითებს, რომ პროკურორის პოსტი 2019 წელს დატოვა და საქმიანობა საადვოკატო ფირმა ვეტოში გააგრძელა. ეს შვანგირაძე გეცნობათ? ეგ იყო პროკურორი მაშინ სამტრედიიდან ჩამოსული. ხო, და მოხსნა ის მაინც ინცებილა და კი, შვანგირაძე. მაგის შორს მოხდა ჩხუბია. აბა ბოდოვიჩი კაცო რამდენი წელი მირო დასვეს პროცესო განევაში. ემაგის მე ბოდოვიჩი მე ინებულე მე იტმობდა ზმდა. უი რა სამბო. ანუ შვანგირაძე ცემა ბონდოევიჩიო. ასე გამომივიდა. საადვოკატო ფირმის ხელმძღვანელი გვიდასტურებს, რომ სამტრედიის პროკურორმა მასთან მუშაობა პირადი განცხადების საფუძველზე გადაწყვიტა. პროკურატურიდან შვანგირაძის დათხოვნის მიზეზებზე ლაპარაკს ერმილე ჭეიშვილი გაურბის. პროკურატურიდან გამოშვების შემდეგ შვანგირაძე საქმდება თქვენთან, ოფიციალურ CV-ში ასე უწერია. დიახ. როგორ მოხდა თქვენთან? როგორ მოხდებოდა ჩემთან ჩვეულებრივი წესი? ანუ გასაუბრებაზე მოვიდა, შემდეგ დაასაქმეთ სამსახურში აიყვანეთ? რა თქმა უნდა, როგორ მოხდებოდა? რის გამო გამოუშვეს ის პროკურატურიდან? პოლიციის მაღალჩინოსანი ცემა? არ ვიცი, არა ვარ ინფორმირებული. ბონდოევიჩს ხელი გაარტყა დვალიშვილს? არა ვარ ინფორმირებული, ხო გითხარი. მიზეზი არ კითხეთ პროკურატურიდან, რის გამო გამოუშვეს თქვენთან რომ მოუნდა დასაქმება? არა. იცოდით რომ გამოშვებული იყო სამსახურიდან? მე ვიცოდი რომ პროკურატურის მუშაკი აღარ იყო და შესაბამისად კანონის შესაბამისად მოხდა აყვანა სამსახურში. რა შეეწირა სისტემაში მოსამართლის მანტიით დაბრუნებული ირაკლი შვანგირაძის პოსტი. შაბათის ეთერს უყვებიან, რომ კრიმინალური გარჩევა პროკურორებსა და პოლიციელებს შორის ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა. კრიმპოლის შეფს შვანგირაძე ერთ-ერთი ადგილობრივის დაკავებას თხოვდა. კობამ დაიჩვა ის ვანილები, იმიტომ რომ რაღაცაზე იყო, ეთქობა საჩვა, რაღაცა მისი კაცი იყო, უნდა გაეკეთებია ის და კობა პიროვნება იყო იმარი, რომ ვიღაცის გულისთვის კაც არ გაწირავ. შვანგირაძემ დაარტყა? ერთმანეთიდან წამოვიდა, მე კობამა სადაც პირველი ვინ დაარტყა? იმათიდან რო იყო ახალ მაგას ხოთო კობა მანძალგოურედავდა. კობამ გააკეთა კაცი რაც უნდა გაეკეთებია, შეძულებული აქვს თელ ახალადობა ზვანში გაჩერება. ემიგრაციაში მყოფი პოლიციელი შაბათის ეთერს უყვება, რომ სისტემა სკანდალური საქმის დეტალების ჩაფარცხვას ცდილობდა, რადგან საქმე ჰქონდა პოლიციელებისა და პროკურორების კრიმინალურ გარჩევასთან. მაშინ ამ ამბავზე მთელი სისტემა ლაპარაკობდა. ბონდოევიჩს მაშინ ერთ-ერთმა პროკურატურის წარმომადგენელმა სუფრაზე KP-სას უკვე კარგად ნასვამებმა ესეთი რაღაცა უთხრეს, რომ შენ საერთოდ რა გინდა პოლიციაში ნაყაჩაღარი ხარო, მას ზურგს უმაგრებდა ნიკოლეიშვილი, რომელიც გახლავთ სუსტიფროსის მოადგილე და მისი ხელდასმული იყო ის კრიმპოლად ვანში. მოხდა შეხვედრა და
პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ამ ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობდა თავად ადეიშვილიც, თქვენ წარმოიდგინეთ ამ მისივე კრიმპოლის წინააღმდეგ და მოხდა ფიზიკურად ანგარიშტორება პირდაპირ ვიტყვი ცემეს იმ დროს ბოდოვიჩი. სკანდალური ამბის გამო პროკურორობას ჩამოცილებული ირაკლი შვანგირაძე, როგორ აღმოჩნდა სისტემაში უკან. ის 2022 წელს ჯერ ქუთაისის პროკურატურაში დააბრუნეს. 3 თვის წინ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესეს. მასთან ერთად პოსტზე პოლიციელებთან ჩხუბის კიდევ ერთი მონაწილე, პროკურორი გრიგოლ კეზევაძეც დაბრუნდა. ბატონო გრიგოლ, ჩვენ გვაინტერესებს შვანგირაძეც და თქვენს ფიზიკურად გაუსწორდით პოლიციის მაღალ ჩინოსანს მასპინძელოში? ვინ გზანდებით გენასწორეთ თქვენ ვის შესაუბრებთ? ეხლა რა თანამდებობაზე მუშაობთ, თუ შეიძლება გითხრათ? რა საუბრობთ, ვერ ხვდები. მასპინძელოში 2019 წელს მომხდარ კრიმინალურ გარჩევაზე, რა დროსაც თქვენ ადეიშულს და ბონდოევის იგივე დვალიშულს ფიზიკურად გაუსწორდით. არ ვიცი რა ფაქტზე საუბრობთ. ირაკლი შვანგირაძე თქვენი მეგობარია? მადლობ თქვენთან საუბარი დავასრულე. გახაურებული ფაქტი იყო ეს. შაბათის ეთერს იმერეთში უყვებიან, რომ სასამართლო კლანთან გზა მოსამართლე შვანგირაძეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე ირაკლი შენგელიამ გაუკვალა. შვანგირაძე მომაც ჩაიდინა დანაშაული იყო ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მან ჩაიდინა დანაშაული სისტემატ დანაშაული, შემდეგ ეს დროებით გაანთავისუფლეს, მაგრამ მოამზადეს ეს ადამიანი, შეხედეს რომ მას შეუძლია ყველა დავალების შესრულება და დანიშნეს მოსამართლედ და ჩააბარეს ადამიანის ბედი, ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს ქართველი ადამიანის ბედი. და დღეს საქმე გვაქვს ჩვენ სინდისის პატიმრებს, სწორედ ეს ადამიანია სამართლებს. სისამართლის დანაშაულს ეს ადამიანი ასამართლებს და ეს ადამიანი მიუყენებს იმ ბურს, როდესაც თვითონ არის სისამართლის დამნაშავე. ეს განსაკუთრებული ხარისხის ნაწილები, რომლებიც ალბათ განსაკუთრებული დავალებისთვის ხავს შენახული. მოსამართლე კრიმინალური წარსულით და მის წინააღმდეგ აღძრული თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმით ოლიგარქის დიდი თამაშის ნაწილია. შვანგირაძის მსგავსი კადრებით მან ააწყო მისთვის ადვილად სამართავი სისტემა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში. თვითმარ ქვია ხელისუფლება, რომელსაც ქართული ოცნების რეჟიმი ქვია ესე წესდადარიგით, ეძებს არა თანამოაზრებს, არამედ ეძებს თანამზრახველებს. თანამოაზრე არის დაფუძნებული საერთო იდეაზე და რაღაც გარკვეულ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მაგრამ თანამზრახველი უნდა იყოს იმ ინსტინქტზე დაფუძნებული, შენთან ერთად დანაშაულს ჩაიდეს. ამიტომ არა უმციკლო რეპუტაციის, ან ესეთი სწორი იდეალების მქონე ადამიანები ჭირდებათ, არამედ ჭირდებათ ადამიანები, რომელთა მართვაც იოლად არის შესაძლებელი. ამიტომ შვანგირაძე ეს არის კოლექტიური სახე, ესე რომ ვთქვათ, დღეს იმ ადამიანებისა და იმ ინსტრუმენტისა ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც არის სასამართლო პროკურატურა და ყველა ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივების შესაძლებლობა. შაბათის ეთერმა ირაკლი შვანგირაძესთან დაკავშირება თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დამცადეთ. დავუკავშირდით მოსამართლის თანაშემწეს, რომელსაც განვუმარტეთ, რომ მოსამართლესთან ინფორმაციის გადამოწმება 2019 წელს ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვინდოდა. შაბათის ეთერს თბილისის საქალაქო სასამართლოდან არავინ შეხმიანებია. თინათინი ვარ, გამარჯობა. გამარჯობა თინათინ. ჩვენ TV პირველიდან გაწუხებთ შაბათის ეთერიდან, ბატონი ირაკლის ჩაწერა გვინდა 2019 წელს ვაში მომხდარ გარჩევასთან დაკავშირებით. ხო, პროცესია მოსამართლე და ვერ მივაწვდენ ხმას. რომ გამოვა პროცესიდან ქეთევან ხომ არის შესაძლებელი? ძალოვნებს შორის ვანში მომხდარ კრიმინალურ გარჩევაზე ძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126 ძალადობის მუხლი დაიწყო. გამომძიებლებმა მხოლოდ ფორმალურად დაკითხეს რესტორნის თანამშრომლები და ხელჩართული ჩხუბის მონაწილე ძალოვნები. საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. პირიქით, სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს ახლა აწინაურებენ და სხვადასხვა თანამდებობებზე ნიშნავენ.